დღეს მოვინახულეთ ქართული პავილიონები, ჩვენი საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. 29 ქართული პროდუქტია წარმოდგენილი აქ. რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ჩინეთის მიმართულებით, ზოგადად ჩვენი სამეჯარო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება და ამ კუთხით რა თქმა უნდა ამ გამოფენაში მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გავესაუბრეთ ასევე ქართულ მეწარმეებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან ამ გამოფენაზე და მათი მხრიდანაც ვისმენთ ის, რომ არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში. ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და მიმართულებით რა თქმა უნდა მომავალშიც გაგრძელდება აქტიურად მუშაობა. ბატონო ირაკლი, რომ შევაჯამოთ ვიზიტი საკმაოდ დაგერჩული მშრომლობა ნიჭება გავითვალისწინებთ ორ ხუთს შეხვედრებს, რაც ორ ხუთს განმავლობაში გქონდა. ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო პირველ რიგში რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ორხრივ ურთიერთობებზე და ჩვენ განვიხილეთ მათ შორის თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, 10-მდე მნიშვნელოვანი თემა, დასთან დაკავშირებითაც გვინდა რომ კიდევ უფრო მეტად გავაცილოთ ჩვენი პარტნიორობა, თანამშრომლობა და მივიღეთ ზოგადი დაპირება რა ჩვენი ჩინელი პარტნიორების მხრიდან, რომ იქნება სრული მხარდაჭერა, სრული ხელშეწყობა ამ მიმართულებით. ინტერესი არის ძალიან დიდი, რომ გაგრძელდეს ჩვენი ორხრივი პარტნიორობა. ამას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული სტრატეგიული ინტერესების რეალიზებისათვის, რასაც ჩვენ ძალიან ღიად საუბრობდით ჩვენ ჩინელ პარტნიორებთან. მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს პარტნიორობა და მეგობრობა საქართველოს და ჩინეთს შორის. ამაზე ქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრთან, ამაზე ქონდა საუბარი შანხაის მერთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზაზე. ქრონიკის ინფორმაციით ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა, დეკლარაციების შესწავლა არის დასრულებული და დადგინდა, რომ მან გერმანიის ელჩის სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავალი დამალა. ეს დარღვევა თავად მამუკა ხაზარაძემაც აღიარა. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და როგორ შეაფასებთ იმას, რომ გერმანიის ელჩი მამუკა ხაზარაძის სახლში ცხოვრობდა და ეს ყველაფერი დამალა დეკლარაციით? მე ვფიქრობ, რომ ამ ფაქტს ჰქონდა არა იმდენად ფინანსური, რამდენადაც პოლიტიკური მოტივი. მას არ უნდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე, რაც რა თქმა უნდა პოლიტიკურად და დიპლომატიური კუთხით არის სრულიად არაკორექტული ნაბიჯი. სამწუხაროდ ასეთი რაღაც მოხდა. რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა ასეთ ფაქტზე ქმედითი რეაგირება გერმანიის მხრიდან, თუმცა მაინც ქმედითი ეს რეაგირება არ იყო. თუმცა როგორც არის, ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ხედავთ არაეთიკურ ქმედებებს კონკრეტული დიპლომატების მხრიდან, რაც მეტყველებს კიდევ ერთხელ იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც არის დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული. პარტიების აკრძალვაზე მინდა გკითხოთ, არაერთხელ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს დღეებში დაიწყებს საკითხის განხილვას. მოლოდინები როგორი გაქვთ და რა შეიძლება პოლიტიკურ რეალობაში როგორია? მე ვიტყოდი, ეს არის რეალურად ეროვნული მნიშვნელობის საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა და მისი პოლიტიკური სისტემა ტრიალებს ერთ ჩაგედელ წრეში. არის კრიმინალური დაჯგუფება, უცხოური აგენტურა, რომელიც ქვეყანას არ აძლევს მოსვენების საშუალებას. ეს არის ანტიდემოკრატიული ძალები, არაკონსტიტუციური ძალები თავის შინაარსით, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას საკუთარი თავი და ამის მექანიზმს ადგენს საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, კონსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიცავთ ჩვენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის პირობად მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა. რომ არ ყოფილიყო ეს აუცილებელი ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რა თქმა უნდა, ამაზე არ წავიდოდით, მაგრამ ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა. ძლიერი საქართველოს წევრებს აქვთ მოლოდინი, რომ აკრძალვა მათ არ შეეხებათ და დანარჩენი ორი პარტია მათ მიმართ იქნება კრიტიკული იმ ფონზე, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის გამოც აკრიტიკებდნენ და დამატებით ელისაშვილი ამბობს, რომ არჩევნების ბოიკოტი იყო შემოღლებული რუსული სპეცოპერაცია. მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში, ამის სამართლებრივი შეასრულება ყველას აქვს, თუმცა
გამომდინარე იქიდან, რასაც ეს პარტია კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან ერთად აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები აქტიურად შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ ფორმით ჩაერთვნენ პოლიტიკაში. რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს იყო პირდაპირ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ეს იყო ყველაფერი არაკონსტიტუციური ქმედებები. შეგახსენებთ, რომ ეს იყო გამუდმებული საბოტაჟი, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის მიმართ. მათ ორჯერ თქვეს უარი პარლამენტის მანდატებით სარგებლობაზე, ხალხის მიერ მინიჭებული მანდატებით სარგებლობაზე და ისინი იყვნენ ჩართული ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის არაერთ მცდელობაში. ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა შეაფასოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მე ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში ლელოს არაკონსტიტუციურად ცნობას ვერაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა გადაწყვეტილებას ამაზე მიიღებს რა თქმა უნდა საკონსტიტუციო სასამართლო. რაც შეეხება ურთიერთბრალდებებს, ერთი მხარე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ეს იყო რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება, ახლა ალე კოელისაშვილი ამბობს, რომ ვინც ბოიკოტში იყო, ეს იყო რუსულ სპეცოპერაცია. აი, რაც ნიშნავს ეს ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში? მე მგონია, რომ ის ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან, რაც ხდება, ყველაფერი არის ერთი დიდი სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. 2020 წლის საბოტაჟი, 2024 წლის საბოტაჟი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ გავიმოვიარეთ ამ 4 წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართული როგორც ნაცმოძრაობა, ახალი, ისე ლელო და დახარია, ხო? აქედან გამომდინარე ერთმანეთსკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი, ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართული უცხოურ სპეცოპერაციაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. და გაფართოების ანგარიშზე უნდა გკითხოთ ასევე გუშინ ქალბატონმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეცნობით ყველა პუნქტობრივად, ყველა ბრალდებას, ასე ვთქვათ და შესაბამისი პასუხი გაეცემა ყველა იმ მოსაზრებას, რომელიც დაფიქსირებული იყო მათ შორის ბრალდებებს, რომელიც უსაფუძვლო იყო. კიდევ ერთხელ რომ შევაფასოთ, რა პოზიცია გაქვთ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც ამ ანგარიში ვკითხულობთ. ზოგადად არის ერთი დიდი უსამართლობა, რომელიც არის ასახული ამ დოკუმენტში, უამრავი დამახინჯებული ფაქტი, კონკრეტული დამახინჯებული ფაქტებია, უამრავი წარმოდგენილი ამ ანგარიში. ასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ექნება ბუნებრივია თავისი შეფასება და რაც თავარია, ეს დოკუმენტი მთლიანობაში ასახავს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის დღეს შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს მდგომარეობა ნამდვილად ტრაგიკულია და ზუსტად ამ ტრაგიკული მდგომარეობის სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ეკონომიკა თუ იყო მსოფლიო ეკონომიკაში 30%, ახლა ეს არის ჩამოსული 17.5%-მდე და წლიდან წლამდე მცირდება ეს წილი. ხო, ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია როგორც ეკონომიკური პრობლემები, ისე პოლიტიკური პრობლემები, რომელიც აქვს დღეს შექმნილი ევროკავშირს, სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვის გამო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ეს მუდმივი უკუსლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე, როგორც დემოკრატიის კუთხით, ისე ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით, იმედი გვაქვს, რომ შემოbrunდება. ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, გახდეთ ასეთი შემოbrunებული ევროკავშირის წევრი და ესეთი ევროკავშირის წევრი, როგორცაც ხედავთ დღეს.